საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი და ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილული იქნა სალაშქრო სეზონის გახსნის ღონისძიებასთან და წინამოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები. 22-დან 25 აპრილის ჩათვლით კურორტის საწირის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ახალსოფლის წყალსაცავის სანაპიროზე, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია სეზონის გახსნას იწყებს. აღნიშნულ ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და მონაწილეები კარვებში დაბანაკდებიან. წინასწარი მონაცემებით ორგანიზატორები 1500-მდე სტუმარს ელოდებიან. ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებაში ჩართულია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ჯომარდისა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციები. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად ჩაერთო აღნიშნული პროექტის განხორციელების საქმეში. შედგა სამუშაო შეხვედრა უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. იგეგმება ძალიან დიდი ღონისძიება, სალაშქრო სეზონის გახსნის ღონისძიება. ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს, არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. წარმოდგენილი იქნება უამრავი სპორტის სახეობა, მათ შორის სალაშქრო სპორტი. ჩართულობა იქნება მაქსიმალური. რაც შეეხება რატომ ავირჩიეთ ტყიბული, ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი და ამის გარდა ტყიბულს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი გარკვეული ტურისტული სეგმენტების განვითარებისა, როგორც არის თქვა ტბა, რომელიც ძალიან დიდი რესურსი არის ნიჩბოსნობის განვითარებისთვის თუნდაც, ასევე ნაქერალას ქედი, რომელიც იძლევა არანაკლებ პერსპექტივას ექსტრემალური სპორტის განვითარებისთვის, კლდეზე ცოცვისთვის და ასე შემდეგ, ასევე მიმდებარე სოფლებია, რომლებიც სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის განვითარების საშუალებას იძლევა. სწორედ ამ საკითხებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება და წარმოვაჩინოთ ეს მხარეები იმ სტუმრების წინაშე, რომლებიც იქნებიან სალაშქრო სეზონის გახსნაზე. მოლაშქრეთა ფედერაცია დაგეგმილი აქვს დიდი მასშტაბური ღონისძიება კურორტ საწირის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხარდამჭერები არიან რამდენიმე სამინისტრო, მათ შორის გარემოსდაცვის სამინისტრო, რადგანაც ეს ჩვენ მუნიციპალური ტერიტორიაზეა, ბუნებრივია, ჩვენ ვართ მასპინძლები, ჩვენ გვიხარია, რომ იქნება მრავალი სპორტული შეხვედრები, იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ჩართული იქნება ამ ღონისძიებების სამზადისში ტურიზმის ახლად შექმნილი სააგენტო ჩვენი. მუნიციპალიტეტი მზათავართ, როგორც ვიპარტნიოროთ ამ ფედერაციასთან, დავგეგმეთ კონკრეტული ღონისძიებები, მაგალითად მისაყვანი გზები არის საყვარებელი, ავიღეთ ვალდებულება, სასმელი წყლით მომარაგების ვალდებულება ავიღეთ შეშით მომარაგების ვალდებულება და ფაქტიურად გაწერილია ყველა ის ვალდებულება, რაც ხელშეუწყობს ამ ორგანიზაციული საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულად და ეფექტურად გადაწყვეტას. ეს არის მოლაშქრეთა ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხარდაჭერით დაგეგმილი ღონისძიება. ეს იქნება საქართველოში ტურისტული სეზონის გახსნა. ჩამოვა 1500 მოლაშქრეზე მეტი და მოვაწყობთ იქ რაღაც ისეთ ინფრასტრუქტურას, რომ ახალგაზრდებმა 4 დღის განმავლობაში დაისვენონ, გაიცნონ ერთმანეთი და დაიწყონ ჯანსაღი ტურისტული სეზონი. ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს, მაგრამ მანამდე ჩვენ მუნიციპალიტეტს სერიოზული სამუშაოები ექნება ჩასატარებელი, აი იმ ადგილის მოსაწესრიგებლად, სადაც ეს ყველაფერი უნდა განთავსდეს.